სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება და მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ქვეყანას უკვე აქვს ახალი სტრატეგია და გეგმა ჯანდაცვის სფეროში გასატარებელი რეფორმის შესახებ. უწყების მთავარი პრიორიტეტი უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესება და მომსახურების გაიაფება იქნება. ამ წუთებში მინისტრი ანდრია ურუშაძე ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის პროექტის პრეზენტაციას მართავს. ინიციატივის მიხედვით ინერგება ახალი თანამედროვე საინფორმაციო სისტემები, რომელთაც შესაძლებელი იქნება ჯანდაცვის სექტორის ყველა რგოლს შორის ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლა. ანდრია ურუშაძე აცხადებს, რომ ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ჯანდაცვის სექტორში ინვესტირება გაიზრდება. ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია, რომელიც გროვდება სამედიცინო მომსახურების შესახებ, იყოს ელექტრონულად მოწოდებული, შესაძლებელი იყოს ამ ინფორმაციის დამუშავება, საჭიროა, რომ ყველა სერვისის მიმწოდებელი, ასევე აფთიაქები, სადაზღვევო კომპანიები, ყველა ის მონაწილე, რომელიც მონაწილეობს ჯანდაცვის სისტემაში, როგორც მოთამაშე და სერვისის მიწოდებაში მოსახლეობისთვის, იყოს ამ სისტემის ნაწილი. USAID ამ პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული. სისტემის ჩამოყალიბებას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა მის შედეგებს მოსახლეობა მალე იგრძნობს. ეს იმაში გამოიხატება, რომ გაუმჯობესდება სამედიცინო მომსახურების საკითხები და მოგვარდება დაზღვევის სფეროში არსებული პრობლემები.